დაკვირდით ამ გოგონას, მასაც უწია ჟილეტი, რომელიც ვიბრირებს და ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს განსაკუთრებული დაავადება, რომლის დროსაც ეს ჟილეტი ეხმარება მას გართულებების თავიდან არიდებაში. დაწერეთ კომენტარებში თუ იცით, რაზეა საუბარი, მე კი შემდეგ ვიდეოში აგიხსნით რა ხდება. ამ დაავადებას ჰქვია ცისტური ფიბროზი, ანუ იგივე მუკოვისციდოზი და ეს არის გენეტიკური დაავადება, რომელიც კონკრეტული იონის არხის დაზიანების შედეგად გამოიხატება. ეს არის ქლორიდის იონის არხი და რაც ერთი შეხედვით ძალიან კომპლექსურად ჟღერს, მარტივად რომ აგიხსნათ, არის ის, რომ ამ ქლორიდის იონის არხის დაზიანების შედეგად ვეღარ ხდება აი ამ ქლორიდის იონების ტრანსპორტირება უჯრედ გარე სივრცეში და შედეგად მაგალითად ფილტვებში ლორწო ხდება უფრო სქელი და მისი მობილიზება სასუნთქი გზებიდან რთულდება. ნორმალურ შემთხვევაში აი ამ მოციმციმე ეპითელით, რასაც აქ ხედავთ, რომელიც არის სასუნთქი გზების ამონფენი, ლორწოს მობილიზება ხდება რეგულარულად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მიკროორგანიზმები და ბაქტერიები, რომლებიც ხდებიან სასუნთქ გზებში, მობილიზდებიან იქიდან და შესაბამისად ინფექციებს ნორმალურ ადამიანებში არ იწვევენ. თუმცა მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში სწორედ ეს ბაქტერიები და მიკროორგანიზმები არიან მათი დაავადების, ასე ვთქვათ, გართულებები. გარდა ფილტვის პრობლემებისა, ეს დაავადება სხვადასხვა ორგანოების დარღვევებსაც იწვევს, მათ შორის რომ გითხრათ, მაგალითად ეგზოკრინული პანკრეასის უკმარისობა. თუმცა ეს ყველა პათოლოგია, რომელიც ამ დაავადების ფარგლებში ვითარდება, უკავშირდება იმ პირველ პრინციპს, რომელიც აგიხსენით, კონკრეტულად გენეტიკურად მოდიფიცირებული ქლორიდის იონის არხს. ის ჟილეტი კი, რომელიც დასაწყისში ვნახეთ, სხვა ბევრ და მრავალმხრივ თერაპიულ მიდგომასთან ერთად ეხმარება მსგავს პაციენტებს იმაში, რომ აირიდონ სწორედ ამ ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული გართულებები ამ დაავადების ფარგლებში.